დგება ზაფხული, ესე იგი ახალი ემოციები, ახალი საქმეები, ახალი პროექტები, მაგრამ ჩვენ ესეთი ვარსკვლავები რას გვეუბნებიან, უნდა გადავდგათ რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, არ უნდა გადავდგათ ზოდიაქოს ნიშნები, როგორ რან პლანეტა სად მიდის, როგორ რან ბნელდება, მშვილდოსანი კარგ გზაზე მიდის და ლომი უკან მიყვება და ყველაფერი. სასწორიც მოყვება და იცი მე ყველაზე მეტად რა მაინტერესებს, ზაფხულის ენერგიები, აგვისტოს ისეთი პერიოდია, როდესაც ცხელიც და მაქსიმალურად ვიღებთ ენერგიას სექტემბრიდან რაღაცა ისე კარგად შეუდგეთ სამუშაო პროცესს. და აი ამიტომ რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ და ჩვენი თითოეული ზოდიაქოს ნიშანი რა დღეში იქნება აგვისტოში. ამისათვის მოვიყვანეთ სპორტსმენი ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე. მოგესალმებით. როგორ ხარ ჩემო კარგი? კარგად, თავად როგორ ხარ? მარიამ, ფანტასტიკური ფორმაში ხარ და ეს ვარსკვლავებმა გითხრეს, რომ აი ახლა ივლისში პერიოდია რომ ვარჯიში დაიწყო. ნებისმიერ დროს არის პერიოდი რომ კარგი ვარჯიში რომ დავიწყოთ. ეს მხოლოდ ივლისი არ არის. ამიტომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვარჯიში დაიწყოთ, ეს ძალიან კარგია. რა მშვილდოსანი კარგად, კარგ პოზიციაზე მიდისო, კარგი თამბრენები. საგრაფ აუცილებლად და ყველა ნიშანს შევეხები. აი ამიტომ მიყვარხარ. ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა ახლა, რომ აი დასვენებები, შვებულებები, ხო, ზაფხულიც ის გვეხისა. ისეთი პერიოდი არის, რამოდენიმე დღეში უკვე აგვისტოა, ისეთი პერიოდია, რომ მაქსიმალურად გვინდა რომ დავიკენოთ ენერგიებით, რომ შემდგომში ის სხვა პერიოდი, ესე იგი შემოდგომა და ზამთარი მე ვიმუშაოთ, ხო? ამიტომ აგვისტო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დავგეგმოთ აი თქვენ ზოდიაქოს ნიშანს, როგორი დასვენება შეეფერება. და აი მოდით დავიწყოთ ჯერ იმის განხილვა, აი სტიქიების მიხედვით, აი რა ნიშანს, როგორი დასვენება შეეფერება, რომ აი მენტალური, ფსიქოლოგიური, ენერგეტიკული, მოკლედ მივიღოთ ყველაფერი და აღიდგინონ, ხო, რა თქმა უნდა. ჯერ დავიწყოთ ცეცხლით, რა თქმა უნდა, ეს არის მშვილდოსანი ლომი და ვერდი. აგვისტოში დამსიცხეში კიდე ცეცხლი, რა თქმა უნდა, ხა თან მზე ლომში შევიდა და ლომების პერიოდი, აღზევების პერიოდი, რა თქმა უნდა, კი. და იუპიტერიც ლომში გვაქვს ახლა 1 წლით. იუპიტერი არის რა, გაფართოება, იღბალი, წარმატება. ამიტომ ლომებს საკმაოდ ისეთი კარგი წელი აქვს მართლა. ამიტომ არა ვარ მე. არა, სასწორია. ვიც თქვენ ხართ მშვილდოსანი. დიახ, ესე იგი ლომს როგორი დასვენება შეეფერება ზოგადად, ხო? აი ძალიან ისეთი აქტიური, თეატრალური, სადაც შეიძლება თავისი თავი წარმოაჩინოს, ლამაზი ფოტოები გადაიღოს, ბევრი კომპლიმენტი მიიღოს, ხო? აქ მოგზაურობაც კარგია და ვინაიდან იუპიტერის წარმატების პლანეტა გვაქვს ახლა ლომში, ახალი პროექტების დაწყებაც შეიძლება, ან ფიქრი იმაზე, რომ რაღაცა დამატებითი საქმე გაიჩინოს. ანუ გარისკვა კარგი არის აგვისტოში, კი, ლომისთვის თან დაისვენებს საღამოს პროექტებს და რა თქმა უნდა, დაგეგმოს პროექტები. ეხლა მშვილდოსანზე ვთქვათ, მშვილდოსანს როგორი უყვარს, ანუ მშვილდოსანი არის ისეთი ზოდიაქალური მოგზაური, ხო? აი, ამიტომ ძალიან უყვარს მოგზაურობა. ანუ ყველა ნიშანს შორის მშვილდოსანი არის ისეთი ნიშანი, რომელსაც უყვარს ჰორიზონტების გაფართოება, სხვა კულტურებთან შეხება. ამიტომ უფრო უცხოეთში დასვენება თუ შეუძლიათ, კარგია. აი, ოღონდ დასვენება ფილოსოფიით. ანუ მარტო ის კი არა რომ მე წავედი უცხოეთში, აი მე წავედი უცხოეთში და აი უცხო ქვეყნის კულტურა შევიმეცნე. აი მაგალითად ინდოეთში შეიძლება და იქ ძალიან საინტერესო კულტურაა, ხო, რა თქმა უნდა და მისტიური. მე აფრიკის რომელიღაც ქვეყანა და ასე შემდეგ, ხო, ანუ სხვადასხვა კულტურებთან შეხება ძალიან კარგია. სხვათა შორის აფრიკაზე ასაუბარი ხო კენიაში მეგობრები მყავს და უნდა წავიდე როგორი აგვისტოში წახვალ. კი და შეიმეცნეთ კულტურა აუცილებლად ეს დაგასვენებთ ფსიქოლოგიურად. კი და ვერძი, ნუ ვერძი არის ძალიან სპორტული და აქტიური ნიშანი, ამიტომ ვერძისთვის კარგია. აი მთაში რო წავიდეს და უშვა, აი რაღაცა ექსტრემალური სპორტით დაკავდეს, რა ვიცი, პარაშუტიდან გადმოხდეს და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ისე სადაც დრაივია, ადრენალინია, იქ არის ვერძისთვის კარგი დასვენება სხვათა შორის. აჰა, ცეცხლის ნიშნები წავედით ახლა ჰაერზე ვთქვათ, კი, სასწორი, მერწყული ტყუპები. ესე იგი, დავიწყოთ სასწორით. სასწორს როგორი დასვენება შეეფერება? ნუ, აი ვიტყოდი ასეთ ტერმინს, სვეცკი. მოკლედ, დასვენება არ ვიცი, სადღაც ისე კარგია. აი, უფრო ვიტყოდი რაღაცა ისეთი მონაკო, რაღაცა ისეთი ადგილები, სადაც აი შოპინგით შეიძლება, ხო, აი რაღაცა ლამაზი პეიზაჟებია, ლამაზი ფოტოები, ესთეტია, კი. ლამაზი ხალხი რო ისვენებს, კიდე აი თვალს რო წყალს დაალევინებ, მოკლედ, აი ასეთი დასვენება ჭირდება სასწორს. შოპინგში და მონაკოდან ვიწყებ და თელავში ვამთავრებ. მონაკოს დაფინანსება აუცილებელია,
თქვენთვის კი დაისვენოს ფსიქოლოგიურად. ეხლა ტყუპები. ანუ ტყუპები არის აი მეგობრებთან ერთად სიმღერა და ცეკვა მოკლედ და ეს არის ტყუპები. რა თქმა უნდა, კი, აი ძალიან მეგობრულია და აი უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, ლაპარაკი, კომუნიკაცია. აი ტყუპები ვერ დაისვენებს თუ არ იჭორავა, აი ახალი ამბები არ გაიგო, ამიტომ კომუნიკაცია ჭირდება. ხალხთან ერთად კოცონი ანთე და აი ეს აი მარტო დასვენება ტიპიური ტყუპებისთვის არ არის, უფრო სოციალურია. ამიტომ მეგობრებთან ერთად ნებისმიერ ადგილას კარგ დროს გაატაროს. მერწყულზეც თქვით რაღაცა. ხო, მერწყული ეხლა უნდა ვთქვათ. მერწყულს უყვარს არასტანდარტული და კრეატიული დასვენება. აი არ ვიცი ხა რა თქმა უნდა ხა კოსმოსში ვერ გაფრინდება ალბათ ყველა მერწყული, მაგრამ აი უყვარს რაღაცა არასტანდარტული დასვენება. ანუ ეს შეიძლება იყოს რა, აი მოგზაურობა დაუშვათ უკაცრიელ კუნძულზე, ხო, თუნდაც. ანუ სადაც რაღაცა არასტანდარტულია და აი ბევრს რო არ შეუძლია და აი სადაც თავისუფლებას იგრძნობს. აი თავისუფლება აუცილებელია ამ ნიშნისთვის. გასაგებია. კრეატივი და თავისუფლება, ხო. ეს ქალწულზე იყო საუბარი კიდე, ქალწულზე. ეხლა გადავალთ უკვე. ეხლა გადავალთ მიწის ნიშნები. ეხლა გადავდივართ ეხლა. ხო, ეხლა ეს არის უკვე მიწის ნიშნები. ეს სწრაფია. ხო, სულ სწრაფი მშვილდოსანი მაინც. ეხლა მშვილდოსანი ვთქვით და ეჩქარება უკვე თავისი ინფორმაცია მიიღო და ეხლა მშვილდოსანი და დანარჩენები. და დანარჩენები, ხო. ესე იგი ქალწული თხისრქა კურო, ეს არის მიწის ნიშნები. ნუ ეს არის ყველაზე დამიწებული ჩვენი მუშაკები, პრაგმატულები. ამიტომ აი განსაკუთრებით ქალწული და თხისრქა ისეთი ტიპაჟები არიან. ხო იცით, აი დასასვენებლად რომ მიდიან და სამუშაო კომპიუტერი რომ მიაქვთ და კიდე რომ მუშაობენ. აი ეს არის ტიპიური თხისრქა და ქალწული. ანუ მათთვის დასვენება სამსახურის და მუშაობის გარეშე არ არსებობს. ანუ ვერ ისვენებენ მაგის გარეშე. ამიტომ თხისრქისთვის კარგი არის სხვა შორის თხისრქას უფრო ამშვიდებს ფსიქოლოგიურად მთის ენერგიები. ამიტომ კარგია მთაში რო წავიდეს. კი ბატონო წაიღოს კომპიუტერი, ხა იმედია ინტერნეტი დაიჭერს და იმუშავებს, კი ბატონო. ქალწულს რაც შეეხება, ქალწულისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საკითხები ხოლმე. ამიტომ რამე ისეთ კურორტზე, ხო, რეკრეაციულ ზონაში, სადაც შეიძლება სანატორიუმი, სადაც თავის ჯანმრთელობას მიხედავს, ხო, სადაც ჯანმრთელობას მიხედავს და პლუს ექნება საშუალება, რომ აი გადარეკოს და რაღაც იმუშაოს პარალელურად, დაგეგმოს მთელი წელი. და ქალწულს უყვარს დაგეგმილი, სპონტანური არ უყვარს, დაგეგმილი მოგზაურობა უყვარს, რომ იცის, რომ აი დღეს ეს მაგ გრაფიკით მერე ის მაგ ტიპურ ქალწულზე ეგრეა. კურო არის და ბელა, კურო. რა თქვით მელა? ბელა. ჩემ მეუღლეა, ბელა კურო. ბელა, უი. საინტერესო. აი კურო არის ყველაზე ჰედონისტი და აი კომფორტის მოყვარული და შეიძლება ითქვას, აი სხვა მიწის ნიშნებთან შედარებით უფრო ზარმაცია იმასეთ საკითხებში. ხა შეიძლება არ იმუშაოს, აი უფრო დაისვენოს. აი მართლა გემრიელი დასვენება უყვარს კუროს რა. კარგი ჭამასმა, აი ისეთ ადგილას უნდა წავიდეს რაღაცა all inclusive, აი ყვებაული იმიტომ რო არის, კარგი მზე, რაღაცა კარგი სანაპირო, ხო, რომ წამოწვეს და დაისვენოს. აი მაქსიმალურად აი ყვება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გემრიელი იყოს კუროსთვის და დაისვენებს, აბარა. ახლა თევზები, წყლის მორიელი და კირჩხიბი. წყლის სტიქია დაგვჭა, ხო, ჩვენი მისტიური წყლის სტიქია, ესე იგი მორიელი, თევზები, კირჩხიბი. კირჩხიბს როგორი უყვარს? ხა კირჩხიბი არის ყველაზე მეოჯახე ნიშანი, ამიტომ ოჯახთან ერთად დასვენება ჭირდება. აი ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება ძალიან კარგია, აი ზღვაზე, იმიტომ რომ აი ზოგადად სამივე ნიშანს წყლისას ჭირდება ზღვის ენერგიები. ამიტომ კარგი არის რომ ზღვაზე დაისვენონ. აი ზღვა ხო წყლის სტიქია, მათ კვებავს. ამიტომ ფსიქოლოგიურად უფრო ისვენებენ ზღვაზე. კი, ანუ კირჩხიბს უფრო რაღაცა ოჯახური დასვენება შეიძლება იყოს. რაც შეეხება მორიელს, ახლა მორიელი გვაინტერესებს. მორიელს ხო, რა თქმა უნდა. როგორ იქნება სექტემბრიდან მერე ჩვენი მორიელი, ჩვენი პროდიუსერი, აბაგის კარგი თქვი, ცუდი არ თქვა. არა, კი, მორიელს როგორი დასვენება უყვარს, ახლა უფრო ისეთი მისტიური გარემო რო იყოს, აი რომ არავინ ზედმეტად არ შეაწუხოს, რომ თავის ფიქრებთან მარტო დარჩეს, აი აუცილებლად და გაფილტროს ეს თავისი ეჭვები, ეს ნეგატივი რაც დაუგროვდა მთელი პერიოდის განმავლობაში, კი, რომ გაფილტროს. ნეგატივია, ჩვენ პროდიუსერს საერთოდ ნეგატივი. პრემია მე მგონი მე და შენ გვექნება ამ თემში. იმდენი კარგი მასზე. ხო, რა თქმა უნდა ეს დაძაბულობა თუნდაც ხო ეს პასუხისმგებლობები რაც დაუგროვდა თეთრის განმავლობაში ხომ და გაფილტროს. ამიტომ ზღვაზე თუ არიან ურთიერთობაში საყვარელ ადამიანთან ერთად, მაგრამ აი მორიელს არ უყვარს ბევრი ხალხი, ენერგეტიკულად იღლება. ამიტომ ისეთ ადგილას აი ცოტა იზოლირებულადაც რო იქნება განმარტოვდება, ხო და აი თუნდაც საყვარელ ადამიანებთან ერთად იქნება, მაშინ დაისვენოს ფსიქოლოგიურად და იქნება ძალიან ესეთ კარგ ხასიათზე და უფრო მეც გააკეთებს, რა თქმა უნდა. თევზია მოქმედნისანი.
ხო, თევზები, აი კუნძული ძალიან კარგია, მათთვის რამე, აი ბალი, მალდივები ან რაღაც ეგეთი მოკლედ, აი კუნძულები ძალიან კარგია თევზებისთვის. მონაკოსთან ახლოს ძალიან კარგია, ხო, აი თუნდაც ეს ოკეანის ენერგიებით ძალიან კარგია, აი მარტო ზღვის არა თევზებისთვის, ხო? და რა თქმა უნდა, უყვართ თავგადასავლები თევზებსაც კი, მაგრამ აი უფრო აი მთა არა, აი უფრო წყალი, აი წყლის სტიქია. მარიამ, აუცილებლად ხორდ დაგვრჩა რომელიმე. აუცილებლად უნდა გკითხო, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ნებისმიერი ჰოროსკოპის წარმომადგენელისთვის ზღვა არიო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 4-ვე სტიქიას ერთდროულად ეხებთ. წყალი, ჰაერი, რა ვქოთ, ცეცხლი და მიწა. რამდენად მართალია ეს? რა, ანუ ზღვა ითავსებსო ყველაფერს? ხო, აუცილებელი არის თუ არა, რომ აი ეს ენერგია ნებისმიერი, იმიტომ რომ 4-ვე, ასე ვთქვათ, ენერგია არის იმ ადამიანის გარშემო. სწორია თუ არა ეს და კარგია თუ არა ეს ნებისმიერისთვის ეს იქნება ჰაერის წარმომადგენელი იქნება თუ წყლის თუ მიწის. ანუ ზღვაზე დავისვენოთ თუ არა ყველა ნიშნება. რა თქმა უნდა, ეხლა შეგიძლიათ დაისვენოთ, უბრალოდ ზოგი ადამიანი არის, რომ აქ პირადი რო კავდა თქვა, რომ ზედმეტად აქვს უწყლის ნიშნები და ზღვაზე უფრო ემოციური ხდება. ამიტომ ეს ინდივიდუალურია. ეხლა თუ გრძნობთ, რომ ზღვაზე ხართ და ემოციები გაწვევათ და ან ტირილი გინდებათ ან რაღაცა ეგეთ შფოთს გრძნობთ, ესე იგი ზედმეტი ზღვა არის თქვენში ისედაც ზედმეტი წყალია და გადაიტრალება გჭირდებათ აი ზედმეტად აი წყლის სტიქია ვისშიც არის მათ ვურჩევ ხოლმე განეიტრალონ უფრო მიწის სტიქიით ხო ანუ წავიდნენ რამე კურორტზე ოღონდ მაინც ზღვა რო არ იყოს იქ აი ეს მიწის სტიქია უკვე ან მთაში ესეც მიწის სტიქია ამიტომ აქ უნდა ყველამ усმინოს თავის ორგანიზმს თავის ფსიქიკას რო აი რას გთხოვთ ფსიქიკა აი თქვენ ორგანიზმმა ისრულებთ მაპატერ სანამ დავასრულოთ ანუ აგვისტო არის 7 წყნარი ყოველგვარი რაღაცა ასტროლოგიური მოვლენა არა როგორ გეკადრებას დაბნელებები გვაქვს შეგვაშინო ხო გაშინებთ არა უბრალოდ დაბნელებები არა უბრალოდ გაფრთხილებთ რომ ინფორმაცია გქონდეთ და უფრო წარმატებით მიიღოთ ეს პერიოდი რა ენერგიების გვექნება ესე იგი გვექნება დაბნელებები ეს წელიწადში ორჯერ გვაქვს ხოლმე დაბნელებების პერიოდი ხო გაზაფხულზე გქონდა და ეხლაც უწევს 12 აგვისტოდან ესე იგი 28 აგვისტოს ჩათვლით გვაქვს დაბნელებების დერეფანი ანუ ეს ორი კვირა არის პერიოდი, როდესაც უფრო თუ დასასვენებლად იქნებით მეტად მოდუნდით, არაფერი სერიოზული არ წამოიწყოთ, არ გვინა პროექტები, ხელის მოწერა, შენაძენები. უბრალოდ ეს პერიოდი არის, რომ უნდა მაქსიმალურად გათიშოთ გონება და დაისვენოთ. იმიტომ რომ შეიძლება რაღაც პროვოკაციები იყოს, რაღაცა ცდუნებები, რომ რაღაცა არასწორ გზას დავადგეთ, დავუშვათ, ხო, რაღაცა ბინდია გონებაში, ხო, უბრალოდ მაგ პერიოდის განმავლობაში. ამიტომ თუ ინფორმირებულები ხართ, მარტივად დაისვენოთ. 28-ში მარიამობას აღნიშნავ და ყველაფერი გადასარევად გაიგოს შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ამომწურო ამ ინფორმაციისთვის, მზადავართ. შეიარაღებულები ვართ და ესე მივდივართ წინ დასასვენებლად, რომ დავისვენებთ, მერე კიდე მოდით ჩვენთან ასწავლეთ ინფორმაცია ყველა ზოდიაქოს ნიშნების. ლაშა, ჩვენ კი უნდა დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო. ბედნიერად. შეხვედრამდე.